რატომ აღარ ვართ ჩვენ იმ პარტიებში, რომელ პარტიებშიც ვიყავით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, სხვადასხვა მომენტში იყო სხვადასხვა განსხვავებები, პოლიტიკური თუ სტრატეგიული, მაგრამ ალბათ ეს განსხვავებები ინგა არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მარტივად ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ვიდრე შეიძლება სხვა პოლიტიკურ თაობასთან, რომელთან ერთადაც ეს გზა გამოვიარეთ. ამაში გასაკვირი და ცუდი არაფერი არ არის. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია პარტიის კეთება. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროცესი. ეს ახალი პროცესი ემსახურება ამ ქვეყანაში ფუნდამენტურ ცვლილებას და არა კიდევ ერთი ახალი პარტიის დაფუძნებას. ამიტომ ჩვენ როცა მომავალზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ და კიდევ აქ ვინც არ არის, კიდევ ბევრი ადამიანი არის ასეთი, ვინც ჩვენთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს, ვიწყებთ პროცესს, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც იქნება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება და ყველანაირი პრანჭვის გარეშე შემიძლია ეს გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ჩვენი ამოცანა არის ერთ-ერთი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და ამ გზით ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. რატომ ვართ ერთად? იმიტომ რომ ვართ ჩელემ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება რაღაც ზედმეტი ჩამკეტი იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, გავიზარდეთ თავისუფალ საქართველოში, ნახეთ ჩვენც და ჩვენმა ოჯახებმაც ის სირთულე, რომელშიც ეს ქვეყანა იყო და ვნახეთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არასდროს არ გაჩერებულა. მაგრამ ასევე ვნახეთ ის ინგა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს პოლიტიკური კლასი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კლასი არ ემსახურებოდა ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კეთილდღეობის მიწოდებას. მეტიც, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ იმ პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში განსაზღვრავდა ამ ქვეყნის ბედს, მხოლოდ ქვეყნის 5 და 10%-ისთვის მოახერხა კეთილდღეობის მიტანა. ჩვენი მიზანი არის პოლიტიკაში რატო ვართ, რო გვეკითხებით, ჩვენი მიზანი არის, რომ ეს სიკეთე და კეთილდღეობა, რომელსაც ეს ქვეყანა ქმნის, ავად თუ კარგად და ბევრად უფრო მაგრა რო შეგვიძლია შექმნა, ამაზე თანხმობამაც მოგვიყვანა ერთად და ერთ წერტილში, აი ეს სიკეთე, რომელსაც ეს ქვეყანა ქმნის, ეს სიმდიდრე, რომელსაც ეს ქვეყანა ქმნის, ეს ქონება, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ხალხს აქვს, 10%-ში კი არ დარჩეს. არამედ მომდევნო 10, 20 და 30 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნათ და შევქმნით ისეთ პოლიტიკურ კლასს, რომელიც ამ ხალხთან მიიტანს ამ სიკეთეს, ამ სიმდიდრეს გაუნაწილებს ამ ხალხს. ამ ხალხთან ერთად იქნება ამ ქვეყნის წარმატების თანაზიარი და არა ის რაღაცა პატარა ჯგუფი, რომლის ხელშიც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ბევრი სისტემური მარცხის, კორუფციის, ოლიგოპოლიების და არასწორი პოლიტიკური კულტურის გამო აღმოჩნდა. ეს გვინდა ჩვენ რომ მოხდეს და ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური თაობა. ეს არ ნიშნავს ოღონდ რომ ჩვენ ვიღაცის გადაშენება გვინდა. ვინც არსებობს, ის ხალხი არც იმ ხალხის ბრძოლას ვაყენებ ეჭქვეშ, ამ ხალხის ნაწილი არის საპატიმროებში და მოვიკითხავ ამ ხალხს და უდასტურებ ჩემს პატივისცემას, მაგრამ ეს ხალხი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში მოვიტანოთ ცვლილება. კი ბატონო, მაგრამ საბაი უყურეთ დავასრულებ თუ შეიძლება, ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკური შეთავაზება და ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოდგომიდან დავიწყოთ ის პროცესი, რომელიც ბევრ ხალხს მოიზიდავს ამ პროცესში, რომელიც თანამოაზრეობის ნიადაგზე შექმნის ისეთ ენერგიას, რომელიც მერე გარდაიქმნება პარტიაში და ეს პარტია იქნება ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებების კარგით ლოკომოტივი.